წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის სხდომა გაიმართა განიხილეს ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმე. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ კომპანია მაგნატის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი. დაზარალებულმა ბიზნესმენმა დეტალურად გაიხსენა მის ბიზნესზე რეკეტი კომისიის სხდომაზე დაბარებულები იყვნენ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ბატონ ჯემალს ჰქონდა ისეთი ბიზნესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებული ბიზნესია და შესაბამისად სახელმწიფო ამ ბიზნესს ხელიდან არ გაუშვებდა. მე როცა სახელმწიფოს ვამბობ, გულისხმობ სახელმწიფოს თანამდებობის პირებს, რომლებიც იმ პერიოდში ბიზნესში იყვნენ ჩართულნი. უბრალოდ მას არ შეარჩინეს, ჩამოართვეს ის ბიზნესი, რომელიც იყო ასე ვთქვათ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ბიზნესი შემოსავლის თვალსაზრისით და კერძო პირს უბრალოდ არ მისცემდნენ ამ ბიზნესის გაკეთების უფლებას. ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩინოვნიკების, მათი კონტროლის ქვეშ და ასე შემდეგ. გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს მართავს ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ. ისინი კვლავ არიან დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის წინაშე. დღეს გერმანიამ შემოიღო დამატებითი აკრძალვები იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ დარბევებზე. ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. კონკრეტულად ვის დაუწესდა ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია, ალბათ უახლოეს მომავალში რომელიმე ესტონური არასამთავრობო ორგანიზაციისგან ან ლიტვური არასამთავრობო ორგანიზაციისგან გავიგებთ ალბათ ამ სიას, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის გერმანიის წარმავალი ხელისუფლების მაშველი რგოლი, კიდევ ერთი მაშველი რგოლი მილევად პროტესტს და გაუჩინარებულ ოპოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს და რეალურად ეს არის თვითლუსტრაცია იმ ძალების, რომლებიც როგორც ჩანს იდგნენ დგანან ქუჩის ძალადობის უკან. მაშინ, როდესაც ქუჩის გადაკეთვისთვის საკმარისი რესურსი, საკმარისი ხალხი აღარ ყავთ, აი ესეთი მსგავსი მაშველი რგოლებიც ცდილობენ ამ მილეული პროტესტის ხელახლა აგორებას. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი, დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ. ვილსონი გერმანიას გადადგმული ნაბიჯისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ გერმანიის სანქციებისთვის მადლობელი ვარ. მეტი სანქცია მოდის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა, წერს ვილსონი. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფეშიო მაღავლინა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობი დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1953 წელს აღიარა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მე-6 ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო. მილოცავთ ამ დიდებულ დღეს, მინდა დღეს განსაკუთრებით თქვენთან ერთად მიულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალის ხმევით 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული და დღეს მადლობა ღმერთს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად ვალდებულებს ჩვენ რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა
და გამტკიცებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერიაჩი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაასრულეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კონკრეტულად რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები უცნობია. სავარაუდოდ არც ერთი მხარე შეხვედრის შესახებ განცხადებას არ გაავრცელებს. ცნობისთვის გუშინ ერიაჩი ამერიკელებმა და რუსებმა 12 საათიანი მოლაპარაკება გამართეს, ხოლო მანამდე 23 მარტს ამერიკის წარმომადგენლები უკრაინელებს შეხვდნენ. რუსეთი ერიაჩი გამართული შეხვედრის შინაარს არ გაასაჯაროვებს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, დელეგაციებს შორის 12 საათიანი შეხვედრა უფრო ტექნიკური ხასიათის იყო. ტექნიკური მოლაპარაკებები გულისხმობს დეტალებში ჩაღრმავებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებების შინაარსი საჯაროდ არ გახდება ცნობილი. ამის მოლოდინი არ უნდა იყოს, განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 26 მარტს ელისეს სასახლეში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა საფრანგეთისთვის პრიორიტეტად რჩება. ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით 26 მარტს მსურველების კოალიციის სამიტია დაგეგმილი, რომლის მონაწილეებიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელებენ. თურქეთში უკვე მე-6 დღეა საპროტესტო აქციები იმართება. სტამბოლში, ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქების ქუჩებში სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ციცაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მათი მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ღამით კიდევ 43 ადამიანი დააკავეს, საერთო ჯამში დაკავებულია 1076 ადამიანი.